აი სწორედ ამისთვის არის. მადლობა მინდა ფეხბურთის ფედერაციას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ აი ესეთი ამხანაგური თამაშები ძალიან გვეხმარება იმ ჩვენი თამაშის პოვნაში, რაც ეს ორი თამაში იყო. ძოლისუნარიანობა გამოაჩინა ძალიან საქართველოს ნაკრებმა, რაც ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგია. მიდის შეთამაშება, ახალი მოთამაშეები, სწრელი მოთამაშეების შეცმა, რამოდენიმე ახალგაზრდა გვყავს. და რა ვიცი, ვცდილობთ რომ აი რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენი თავი ვიპოვოთ. ყველაზე მაგრამ ახარებს რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, ანუ რაღაც ეიფორია არ ქონდა პირველი თამაშის მერე მოგებას, დავჯექით, კარგად გავაანალიზეთ პირველი თამაში და ვიჭემა მეორე თამაშიც ძალიან კარგად შეასრულეს ის დავალებები და აი ეს მახარებს უფრო ვიდრე აი თუნდაც ის გამარჯვებები და რუმინეთის ნაკრები, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია, ორ თამაში გოლის არ გაშვება, ვფიქრობ დაცვის სტაბილურობაზე მეტყველებს, ასე რომ კაი პროცესია, სამუშაო პროცესია და დიდი იმედი მაქვს, კაი განწყობით ჩავალთ კოსოვოში. პირველ რიგში მინდა მიულოცო ყველა სრული საქართველოს ჩვენი გამარჯვება და კარგი თამაშები გამოვიდა, ძალისხმიერი თამაშები გამოვიდა, რუმინეთი მართლა კარგი გუნდია და გაავს კოსოვოს ნაკრებს რა. თითქმის ერთნაირი სტილი აქვს და კარგი არის რომ აი აპრილისთვის ეს ჩაინიშნა წინა სამზადისი ესე რომ ვთქვა და კარგია რომ ორივე თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.